გადაღებულია რეალური ფაქტების მიხედვით. ერთი ტყვიით ვინ მომტარა? სამი. და სამი. სამი ტყვია დავიჭირე. გამოყოლებული რატო არ შეიძლება უშელეთი? კაცი, რა ხედავ? აბაგარი. ეს ვიშები. აბაგარი. ლევან, ბიჭო. სპეცრაზმი გამოსულია. გადმოაგდე იარაღი და დაგვნებდი. ანდა შემომიყვანო, თორე დაგიხრიტავ შუბს. გესმის? ალიან სლოხსკი. აი ყორნარსი მარე. ბიჭო. გამოძვერი შენ მაკედან. შენ გეუბნები, შენ. მოგეჯერდი მეორე. გადმოაგდე იარაღი და დაგვნებდი. გესმის? არ მომკლათ, გრევდებით. ხელები გამოყავი. ნელა გამოდი. ზურგი მანახე. კვეთრი მოძრაობის გარეშე უკან წამოდი. ნელა, ნელა. მოდი. ზეკ. უხლებზე დადექი. უხლებზე. დაწექი და ხელები გაშალე. წავედით. ისმინეთ. გადეჭას ხექე დროებში კაძგრას. ლკაჩლი ჩნოს ადგანდეც. ეზო. ძმაკაცი მომიკალით და სისხლის ასაღებად მოვედით. მაგრამ ბოროტები არა ვართ. ერთ კაცზე მეც არ ჩვენ არ მოვკლავთ. ხო. აი ვინ მოკვდება? ეს თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ. შენ აზე არ ხარ აშარში გაეხვია. შენ პოლიციის ოფიცერს ესროლე. შეიძლება ვერც გადარჩეს. შენ საერთოდ ხვდები ეს რას ნიშნავს? არ ვიცოდი რომ პოლიციელი იყო. მეგონა ვიღაც შემოსაკლავად მოვიდა და შემთხვევით გავისროლე. მაგას არა აქვს მნიშვნელობა. შენ პოლიციას ესროლე. და გადარჩება თუ არა, არავინ იცის. მართლა არ მინდოდა. ილოცე რომ ის ბიჭი გადარჩეს. თორე იცოდე, ორი სიცოცხლე არ გეყოფა სასჯელის მოსახდელად. იმასაც შეგახსენებ, რომ მოსაკლავად დაგდავენ. სხვათა შორის დროზე რო არა გვეყვანე, ცოცხალიც აღარ იქნებოდი. დიდი მადლობა. გაიზარდე. მოკლედ.
შენი გადარჩენის ერთადერთი შანსი პოლიციასთან თანამშრომლობაა. კარგი, რა გაინტერესებთ? ყველაფერი. კურიერი ვარ. რისი? კოკაინით გატენილი მანქანა თურქეთში გადამყავს. მე ერთ კონკრეტულ ბარში ერთ თურქ ტიპს ხვდები. მანქანას ვუტოვებ და უკან ბრუნდები. მეტი მე არაფერი არ მეხება. კიდევ ვინ არის ჩართული ნარკოვაჭრობაში? თავარი ანრი მგელაძეა. კიდევ ლორა ჯამასპიშვილი და სოზარ ჯაფარიძე. მე ამ ადამიანებს ვეკონტაქტები. სხვებს არ ვიცით. და მოსაკლავად რატომ დაგდებენ? ანრი მგელაძე მოვატაცებინე. სად მოხდა ეს და როდის? გუშინ, თბილისის ზღვაზე. ვინ მონაწილეობდა გატაცებაში? ჩემი ძმაკაცები. ნიკა ვაშაკიძე, გოდო მესხი, აჩიკო ბერაია და ცოტნე ოგანეზოვი. რატომ მოატაცებინე? გელაძე ბარიგაა. თან საქართველოში ჩუმად არის შემოპარული. პოლიციაში ვერ განაცხადებდა. ხო და მეც ვიფიქრე, თითფულს იოლად ვიშოვნი მეთქი. მარტო ეს არის მიზეზი? არა. თავარი მიზეზი ბოღმა იყო. რა ბოღმა? რადა დიდ რისკზე მივდიოდი. მანქანით მილიონები გადამქონდა. ნახევარი თვე გზაში ვიყავი და კაპიკებს მიხდიდნენ. უჭირთ ეთყობა. ეხლა სად არიან შენი ძმაკაცები, იცი? ვიცი. როგორ არის? მოგეშენია. კარგად არის, უბრალოდ გაკაცრულია. ხომ არ მატყუებ? არა, დამშვიდი, კარგადაა. მეუბნები ერთ პატარა ოპერაციას გავუკეთებენ და შენი თავაგარი ხალხურ სახლში გაყოლება. ეთუნა, წამოდი ერთ წუთი. ძალიან ძნელია. შეიძლება ვერ გადავარჩინოთ. ნარკოკარტელის სქემა თანდათან გასაგები ხდება. კონკრეტული გვარები ვიცით. შედეგი გვაქვს. კოორდინატორი ანრი მგელაძე, რომელიც ცოტა ხნის წინ გატაცებული იყო. უნდა დავაზუსტოთ ეგ მგელაძე ისევ საქართველოშია თუ არა. ან თავისთავად. ახლა მგელაძის გამტაცებლებს უნდა მივხედოთ. იაძეს რა ვუყოთ? საფარქვეში უნდა გავუშვათ. და მაღაზე მონადირეები ფაქტზე ავიყვანო. აბა რა. ბიჭო ვერ გავიგე რა. რა გახდა ერთი ტიპის აყვანა? გამაგებინე ვაფშე რა ხდებადო? კარგი ხო, ნერვიულობ. ნუ ნერვიულობ? შენ ეთყობა ვაფშე დაგავიწყდა რა ხდება? მე რა დამავიწყდა? საქმეში ტოროპეა ძმაო. ლევანა თუ დაიჭირეს, უეჭველი გაბოზდება, ხო იცი არა და მე ნახე შენ გლობალური დედის ფეთქება. ჩვენ კი არა ვაფშე სპარტაკას დაკიდე, მე ხვერებით ესპანეთში. მე რო იცი. მოდი იცი რა ვქნათ? რა ვქნათ? ხო ესეთი საჩქაროა რა. მერე. რა მერე? აღარ მოვიტაცებ და გავაგორებ ერთმანეთს. არა, ძმაო, მაინც რას გვია გააგორებდო? მე იმ კაც თვალებში უნდა ჩავხედო და ჩემი სათქმელი უთხრა. მაგისტრო არ არისო? იცი რას გეტყვი? მე რასაც ვიტყვი, იმის დრო არა. ხო? ხო მართლა. შენი ქალიშვილი სახლშია? მეცე ჩემი თიკუნა შუაში. ძალიან დიდი ყურები აქვს. მაინც შენ შიქო არა გაქტო? რა ვიცი აბა. სახლი ცარიელია. რაღაც არ ეთყობა, რომ ბოლო 3 დღის განმავლობაში გვინმე ცხოვრობდა.
ძალიან სუფთა. ტყუილად მოვედით. მაშინ წავიდეთ. ესზე გადარჩა იცოცხლებს. თქვენ გენაცვალეთ, ექიმო, თქვენ გენაცვალეთ. აკაკი ვინ არის? მაგასაც ამკითხულობთ. ადამიანი სიკვდილის წინ ან დედას ან მამას გაიძახეს და თქვენ მეგობარმა სულ აკაკიოდა. გუშინ მე და ჩემი ორი დაქალი ბიჭებმა მოგვიყვანეს. ღამე აქ დავრჩით. დილით უცებ საშნელის როლა ატყდა. დაშავდა ვინმე? აზე არ ვარ. შენ როგორ გადარჩი? მე ვბანაობდი. სროლა რო ატყდა პატვალში დავიმალე. სახეზე დაინახე ვინმე? არა, მარტო ხმამის მოდა. ზაღარადო დაიყვერე. თაგვი დავინახე. ხელებს ნუუშვებ დაბლა. კაია. ნახდად ვიცი რომ ლევანას მოსწონ ხარ. მერე ვიცი რომ უარს ვერ გეტყვის. ვერ გავიგე. უნდა შეიტყო სადმე. დაალევინა. დაათრო და გათიშო. რატო? შერა. უარზე ხარ? რო არ გაითიშოს. ჭკვიანი გოგო ხარ. რამეს მოიფიქრებ. სად არის ბიჭო ტავარი? აქამდე რატო არ ჩამოვიდათო? ბიჭო, იცი რომ მე მაკალეობის გულისთვის მილიონებს კარგავთო? რა პრობლემაა? არ მაინტერესებს, ძმაო. მოგლეთ, დროზე ტავარი ჩამოვიდეს, თორე დედებს დაგიტყნავთ, ბიჭო! დაგვენძრა. რა ხდება? მაგარი გაბრაზებულია. ასე არასოდეს ულაპარაკია ჩემთან. ხომ არა, ჩვენ ხო ყველაფერს ვაკეთებთ რა. ხო, მაგრამ კაკაინი დროზე ვერ ჩავიტანეთ. ო, რა ვქნათ? არ ვიცი. მენთეშოვი ეგეთი აღლიშებს ვერ იტანს. ტავარი დროზე თუ არ ჩავიტანეთ, ჩათვალეთ ცოცხლად დაგმარხავ. შენც მეც და კიდე ერთი ორ კაცს. ხომ არა, კურიერი აღარ ყავს, ისევ მიაძეს ხوار გადავატანინებთ. არა, რა იაძეს. მე თვითონ გადავიყვან მანქანას თურქეთში და იქიდან ესპანეთში გადავა. აუ, ანრი ეგ მაგარია, იცი. პასპორტი დამჭირდება თანაც ძალიან სასწრაფოდ. მე მღავს კაცი. პასპორტიც გექნება. კიო.
ანუკა შეიძლება შემოდი გაგჭირს არაფერი კაიფში ხარ არა დაღლილი ვარ ჩემთან აპონჩი გაიჭით საქმე მაქვს რა საქმე შენი მოშორება უნდათ რა ხო თუ სიკვდილი არ გინდა მე უნდა დამიჯერო ჩია? ჭამე. ვერ ახერხებ? ჭამე. ცოცხალი რატო ვარ თო? იკვირს? ო, რატო არ დამბრიდეთ? ვაჟა ჯერ არ დაუსაფლავებია. ეგ რა შუა? აი რო დაასაფლავებენ. მერე ზეთ საფლავზე უნდა დაგაკლა შენ ნაბოზარო შენ. ისე მკვდარი ხარ აბა რა ხარ? ორი ძმაკაცი ერთდროულად რო გაგყიდეს. ეგეთი ცხოვრების დედა არ მოვტყან. ეცადე მკვეთრი მოძრაობები არ გააკეთო და ვინმეს არ დაიჯახო. აბა თქვი რამე. რამე. კიდე თქვი? კიდე. ნორმალურია. მოკლედ ეცადე მიკროფონს არაფერი მოხვდეს, თორემ დაზიანდება. კარგი ვეცდები. თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, აპარატურას მეითონ მოხსნე. იმედი მაქვს, მაგ დროისთვის ჯერ კიდე ცოცხალი ვიქნები. მოგეშინია. მაგ მიკროფონის საშუალებით სიტუაციას მთლიანად გავაკონტროლებთ. თუ რაიმე საეჭვო შევნიშნავთ, ეგრევე ჩავერევით. მარტო ჩემ თავზე კი არა. ანუკაზეს მნერვიულობ. მეშინია ოპერაციას რამე არ მოუვიდეს. მაგის მეშინია. თქვენ რატო? არაფერია. უბრალოდ არ გვინდა ოპერაციის დროს ვინმე დაშავდეს. ლევანა ვნახე. რა უმე? 3 საათში კლუბში უნდა შევხვდეთ. შენ გენაცვალე შენ. სულ კავშირზე იყავი. შენ ჩემი ჯილა ხარ ხო იცი? არ შემარცხნო. ოპერაციის პირველი ეტაპი ლევან ნიაძის კლუბში მისვლა, საიდანაც მოხდება მისი გატაცება. იქ პირველი მობილური ჯგუფი იმოქმედებს, რომელიც ადგილზე გააკონტროლებს სიტუაციას. მეორე მობილური ჯგუფი გამტაცებლებზე დააწესებს კონტროლს და გატაცების შემდეგ დისლოკაციის ადგილზე გაყვება. საბა ოპერაციის დროს ინფორმაციული მხარდაჭერა დაგჭირდება. მე მზად ვარ. სპეცებიც მზად არიან. კითხვები გვაქვს? აიდე. ფალშნი გუსო. მათე. ის მეგონა. შენ მარტო რო ვილაპარაკოთ არ შეიძლება? ეს ქართულის გაგნებაში არ არის. ბანკ ვაგუსო. მათე. ის მე რა საყვარელი ბოდიში. პასპორტი მჭირდება. ქვეყანა. საქართველო. როდის? ხვალისთვის. რა იყო რა? შაცი ნოლია. მაინცა რა ნებისმიერ მაყუც ვიხდი. ოჰო. აუ. აი, მაინდა სურათი და ხვალ იქნება. აჰა შესურათი. ვა, რა кай ტიპია თო, რა ქვია? ეს მზადა. რა ვქნა?
ხო, მოდით და წაიყვანეთ. მანქანა გაგვიფუჭდა და გაჩერებულები ვართ. არ ვიცი, ვინ დაგთარსა მე იმის დედა მოვთხან მე იმისი. მისმინე. იქნებ შენ თვითონ მოახერხო როგორმე და მიიყვანო ჩვენთან ოფისში. მე პირდაპირ მანდ მოვალ. გასაგებია? კაი. რა ხდება? გამარჯობა. ძმა დამითხრა, ხო არ მომეხმარებით? Вообще, როგორ გაბედე და ანი როგორ გაატაცებინე. როგორ მოგივიდა მაგ დებილ თავში, რომ ჩვენ ვერ გავიგებდით. ახლობელი მეგონე, გაჭმევდიტო, გივლიდი, ფულს გაძლევდი. მეტი რა გინდოდა, რომ გიყურებ ხუშენი. გიტყვა. მივხედო? მაიცა. შეესრულებინით. ამას რატო? ახლა ჯამთელი გოგოა. რა იცი რაში გამოგოდგება. კონტაქტი არ გვაქვს. რატო? ან დახშულია, ან რამე სხვა ჭირს. რა ხდება ვერ გავიგე. ეთყობა იაძე მიკროფონი მოიშორა. თუ გაშიფრეს. მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია რომ მასზე არა ვარ შიგნით რა ხდება. გარეთ საეჭვო მოძრაობა. რა ხდება? როზეთ ამოდი ამათ დაშტევა. როზეთ დავიწყეთ. ნუ ნერვიულობ. ზუსტად კეფაში თუ მოარტყავ. ისე მოკვდება, ვერაფერს ვერ გაიგებს. მიდი. არ მესროლო თქვენიანი ვარ. მდგარია. ზევალი ცოცხალია.
ქალი საწავიდა. ანუკა სად არის? დახტება ამის დედა მოვკა. სად ვიყავ? იქ სადაც ვერ ვიყოვია. ეს გზა შენ საიდან იცი? ეს ის გათვალისწინებული ხოდა. არ გაიძრე! შენი ხელები მაღლა! თესლონა ბიჭო. გააკეთე რასაც გეუნები, თორე გესური. ზურგი ჩამსკე. მუხლებზე დადექი. შენი მოთესლებულია, შენი დედა მოვთხა შენი. თქვენი შეფი სად არის? ვინ შეფი? ანრი მგელაძე. მე შეფი არ მყავს. კარგით, მაშინ სხვანაირად გკითხავთ. თქვენი საყვარელი სად არის? რომელი? ისევ ანრი მგელაძეზე გეკითხები. ჩემო კარგო. ყველა ცდილობ ჩემგან მაინც ვერაფერს ვერ გაიგებ. ისე არც არის საჭირო. უკვე თითქმის ყველაფერი ვიცით. წყვილია. არა, მართალია. სხვათა შორის ისეთი რაღაცაებიც ვიცით, რაც თქვენ თვითონ არ იცით. მაგალითად. მაგალითად, ის რომ ვაჟა მელითაური სისტემატიურად იპარავდა კოკაინს და მერე ჩუმატყიდა. იცით, რომ თქვენი სიცოცხლე საფრთხეშია. ციხიდან რომ გახვალთ, აუცილებლად გიპოვიან და მოკლავენ. ასე რომ თქვენივე ინტერესებშია იმათი დაჭერა, ვინც თქვენს მოკლას შეეცდება. ითანამშრომლებთ პოლიციასთან. მოდი მგელაძით დავიწყოთ. მოყევით სად არის? დასავლეთში. კოკაინი კოლუმბიიდან მოდიოდა, სადაც ჯარში დებდნენ და ფუთავდნენ. ჯართის სახით შემოდიოდა ფოთისპორტში და მაიზერ ხვისტანის ფირმის ბალანსზე ჯდებოდა. ხვისტანს ლეგალურად ჰქონდა ჯართის ბიზნესი და ეჭვი არავის შეფარვია. მით უმეტეს რომ ჯართის რაოდენობა არც ისე დიდი იყო. ფოთიდან ჯართი გურიის ერთ-ერთ სოფელში მიჰქონდათ, სადაც ჭრიდნენ, ნარკოტიკს იღებდნენ და მანქანაში მალავდნენ. ზუსტად ამ გზით გადადიოდა ის თურქეთში, საიდანაც უკვე ევროპაში გაქონდათ. გელაძე ჯერ კიდევ საქართველოშია, მაგრამ ქვეყნის დატოვება უნდა. არ არის გამორიცხული ნარკოტიკი პირადად გაიტანოს. შეიძლება. იმ ადგილებსაც ხომ უნდა მიხედოთ, სადაც ნარკოტიკს თურქეთში გადასატანად ამზადებდნენ. უკვე დანამდვილებით ვიცით ამ ნარკოკარტელს ესპანეთში მყოფი სპარტაკ მენთეშოვი კურირებდა. ვისი ხაზი იყო? როგორც ჩანს, ეს გზა უკვე დიდი ხანია ქონდათ გაჭრილი. უკვე აღარ აქვთ. კარგად მუშაობთ. მაგრამ სოფლის გაღებაც გვიწევს. გასაგებია. 20 წუთში გავდივართ. მოკლედ, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, უპრობლემოდ უნდა დავაკავოთ. თავარია ინფორმაცია მერ გაჟონოს. აღარ გავდივართ? შენთვის ოპერაცია დამთავრებულია, წადი დაისვენე. მე ამდენ ვიწვალე და ეხლა დავისვენა? ანა. კარგი რა, მამა რა. აქ მე მამა შენი არა ვარ, დაემორჩილებ ბრძანებას. ესე გავს, ხო იცი შენ? გოგოები ხომ მამებს გასწებია? ხო მართლა. ჩემი ქალიშვილი, ანა. სასემოვნო ზურა. აკაკი? მომენატრა ასეთი უბრალო სუფრა. სიმართლე გითხრა, ამას არაფერი ჯობია.
კაფე ვიდგა დოლარები მომდგარი და ამ ქვეყანაში ცოტა სხვანაირადაა საქმე მოწყობილი. ართალი ხარ. ქართული კაცი საქართველოში უნდა ცხოვრობდეს. საბერძნეთის მოქალაქე ხარ, ჩემო ძმაო და გულიანკა გატეხილი ესპანეთში. აუმორჯი. შემოგიშვა. რავი, არავინ არ იყო და შემოვედი რა. ვინ ახარ ამიხსენე? ლორას განა რა. აიცა თვითონ სად არის? დაიჭირეს. რა? მოგა დაიჭირეს. როგორ? როგორ დაიგრი რა. კავშირი დედა აქ მოწყული. მაგას 1-20 წელი გარეთ ვერ ნახავთ. მაგრამ ბოლო მომენტამდე თქვენზე ფიქრობდა. აი გამომეტანა. კავშირი დროზე უნდა წახვიდი აქედან. კარგი. ძალიან მერიდება, მაგრამ ფულის გადახდა ვერ მოასწრო. რამდენი გინდა? არაფერი ბევრი $1000 სხვა. რამდენი ფული? და 120 კიდე ბენზინის რა. ვარი რა. ავედი რა. დალევგინე? არა. ავედი. მოიცა გაგაცილებ. ხო. გრუზინ, აგიხდა ოცნება. კიდე кайხას დარჩები საქართველოში. მოხმარდა შენი მილიონები ქვეყანას. მოკლედ უხეში დათვლით 2,500,000-მდე უნდა იყოს. აბა ზუსტად რა დაეცლის. შეიძლება ითქვას საქმე გახსნილია. ჯერ ადრე. თავარი ყავს ესაყვანი. Да. Дорогой, что с тобой? Все в порядке? Да. А почему у тебя так внезапно упало настроение? Es Alexander Sakarkalasov, líder de la mafia ruso-georgiana, condenado esta semana por la Audiencia Nacional. En ella se condena a Kalasov a 7 años y medio de prisión y una multa de 20 millones de euros por tejer toda una red financiera a través de actividades delictivas en España. Sin embargo, es probable que no ingrese en la cárcel y sea expulsado a Georgia, donde tiene otra condena pendiente. La Fiscalía no va a recurrir la sentencia y a día de hoy la defensa del capo de la mafia tampoco ha presentado recurso. Anastasia. ეგეთი მასკი ვარ, რა ფსიქოლოგიურად ეგეთი მასკი ვარ. ძალიან სული რაღაცები მაგალითად ჩემსოვებაში რა. სანამ უძარი ჩამოვა, კიდე გაქვს შანსი. იმიტომ რომ მაგარი მედიცინის ცეხა მაგი ვერ წარმოიდგენს მე რა ის
ბიჭო ვერ გავიგე რა. რა გახდა ერთი ტიპის აყვანა? გამაგებინე ვაფშე რა ხდება თუ? გეუბნები ესეც ადვილი არა ჯერ მაგას უნდა ერთი რომ ნახავ ჯერ ესეთი უნდა ზდიო. ეს ეგრე უცბად ნახავ ესე არ ხდება. იფო იმას შენ იმას თქვა რა უნდა მოაშორო. ის უნდა კონკრეტულად იმას და მე იქ მოვა სადაც შეიქნები. და დამანახე ბიმბის. всё. ადამიანს დრო წმელის როგორც გასროლი